თაწმინდის გამგებელმა სოლოლაკში მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. თაწმინდის გამგეობამ საჰაერო სავენტილაციო არხის რეაბილიტაცია მოსახლეობის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რადგან დაზიანებული არხის სახლებსა და ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს უქმნიდა. სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება. ნიკამელიას ინფორმაციით, გამგეობა მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამომავლოდაც გეგმავს. მიმდინარეობად რეაბილიტაცია ამ არხის და საფეხმავლო სივრცის. მსგავსი სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს შესწავლის შედეგად დადგინდა რამდენიმე საათს ამ რაიონში და აი ამის შემდეგ მოეწყობა მთლიანად აი ამ ქუჩის რეაბილიტაცია თავდაპირველად, სადაც დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა საფეხმავლო ასე ვთქვათ სივრცე. მანდ იყო საჰაერო კორიდორები, ზემოდან მანქანები დგებოდნენ. მერე ამ წყალდიდობის გამო დაზარავდა. დაინგრეოდა სახლი, რომ არ გაკეთებულიყო, რა თქმა უნდა. და ჩვენ ყვაყოფილი ვართ, იმიტომ რომ ამ ხელა რაღაც კეთდება. ამას ნამდვილად ჩვენ ვერ გავწუდებოდით მოსახლეობა.